ვის უნგრევ ოჯახს? ვის უნგრევ ოჯახს? მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის გადაცემა სარკასტიკა. სარკასტიკის მეოთხე ეპიზოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან წარმატებულად მიდის ჩვენი გადაცემა. ხალხს მოსწონს ჩვენი ლეპტოპიც და ჩვენი სტუმრები და ზოგადად ჩვენი ამბებით. ჩვენი გადაცემის მთავარი სპონსორია Flame Food, სტრაფიკოების ობიექტი, რომელშიც შეგიძლია დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები. მისი მისამართია ვარკეთილის სუხიშვილის 45A. ასევე დღევანდელი გადაცემის სპონსორია სანდომი, რომელიც ყველას, ვისაც ტკბილეულობა უყვარს, სანდომზე ჭკვა ეკეტება. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია ენდოკრინოლოგიური ცენტრი 4 და 8. და ასევე პრემიუმ კატეგორიის ღვინის მწარმოებელი კომპანია პირველი მეღვინეობა. ქართული, მასშტაბსადამე ევროპული. დავიწყოთ? გლიჯავ და მოდი, ჯერ პირველ რიგში 2026 წელია. მივულოცოთ. მიხარია მიულოცო, დაიწყო წელი, რაღაცოს მილოცვა არის. როგორ გაატარე? არა 2026 წელში პირველი გადაცემა არის. და როგორ გაატარე 2026? 26 როგორ გავატარე, ახლა დაიწყო 26. რა ხაშურის წამყვანი ვითაცხადებ. მოკლედ ერთ-ერთ რეგიონში 2026 წლის მაგვირად 2006 წელი მიულოცა წამყვანმა. არ ვიცი სადარი ჩარჩენილი. არ ვიცი 20 წელი თქვენ დაბრუნება. თან ძალიან ამაყად არც შეიმჩნია რომ შეცვალეს. გილოცავთ 2006 წლის დადგომ მეც კი მეშლი 26 უნდა ვთქვა. მოკლედ ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ თავარი ამბავი, მაინც თამას შენ უფრო ხალხთან ახლოს ხარ და უფრო გეცოდინება. ხალხთან ახლოს შენ არა ხარ თუ რაღაცა ისეთი ხარ რომ მეც ვარ, მაგრამ შენ უფრო ხარ ახლოს და აი ეს ვიდეო მგონია რომ შენ უფრო გეცოდინება, აი რას ნიშნავს რომ ამიხსნა. აბა აიმე ანუ რა ეს არის ქუთაისში გოგნის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც არის ძალიან ძლიერი ეკლესია, იქ რასაც შეუთქვა, ყველაფერი გისრულდება. მაგრამ მე მგონი არ არის იქ არსად არ წერია რომ ქათამი უნდა ესწროლოს სხვა ადამიანის თავში. არა, ეს ნიშნავს რომ მისი რაც თხოვა ღმერთს, სხვა ადამიანი დაზარალდა ამით? არა, ღმერთმა მისი ლოცვა არ მიიღო და ქათამი მოხდა. ქათამი უკან გამოუგზავნა. ან შეიძლება ქართული ქათამი არ იყო და რაღაცა ჰიბრიდი და მოკლედ შემდეგი თემა არის ადამიანი შევიდა ახალქალაქში მაღაზიაში და იყიდა ლიმონათი. და ლიმონათი მოვიდა ესეთი, აი შეხედე. ეხლა თარგურ აქტუალურია. ნატახტარი არის ქილა. ახალქალაქში წენი იყიდა ლიმონათი. ნატახტარი, ირისი არის ზედაზენი. რა ქნან ახალწელს ხო ბედი მუშაობა და შეიძლება ხუფები გაუტარდა მარტო ხუფი ანუ ქილა არის მისა ნატახტარის ზედაზენი არის ეტიკეტი თუ რაღაცა და კიდე ის რაღაცა რა ჩორენა ბეგაშვილმა ნატახტრის რეკლამა გააკეთა მოიკაჭა ერთი არჩენ დაქტებს მე აქ საბჭება რომ ამ ლიმონადში ჩაფსმულია კიდე ძრო ან შეიძლება კუსტარულად სახშია დამზადებული არა ნამდვილად სახშია დამზადებული ხარ შეიძლება სამი შეფუთვა თუ კარგია რას დაეძებს სახში გაკეთებული ყველაფერი კარგია შენ დალებდი ამას არც ერთ შემთხვევაში რატო თუ კარგია ეგ ქარხნის მithume და შორენა ბეგაშვილი უკეთებს რეკლამას ნატახტარი ირისთან ერთად ვაი მე წარმოვიდგენ შორენა ბეგაშვილი რომ გამოდის ნატახტარი ირისის ზედაზენი 1 კილოში განთავსებული ყველა გემური შეიძლება რამე გაერთიანება არის იცი რა მოკლედ ძალიან ბევრი ამბავი იყო და რატო არის საქართველოში ამდენი გარდაცვლილი ლიმონადი რა სავსოთ კაცმა არის მორიგი სიახლე ამბავი ის არის რომ ნინო ჩხეიძემ ხო იცი რომ გამოუშვა ეს სუნამო და ამ სუნამოს ღირებულება იქნება 500 ლარამდე თუ 500 ლარი 500 ლარი შენი აზრით ძვირი არ თუ არა ეხა მსოფლიო ბრენდების სუნამოების დაახლოებით მაგფაშია იცი რა არის ნიშ პარფიუმიაო აქედან გამომდინარე კაპიკებში ყიდის მართლა ნუ დაურეკოთ და რა მიწერია ოჩუ ხმა შეიცვალე მიხდება ეწერები ჩემი ნომერი ურეკავ ნინო ჩხეიძეს ალო ნინო გამარჯობა როგორ ახარ ჩემო ოქრო არდა ხوار გაგაღვიძე რომელი ხარ გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ
რომელი საათია? ნინო, შენ ისეთი საქმე დაიწყე ახლა რომ არ უნდა გეძინოს. თმებით არ გჩეჩოთ ორივე შენდანაც გაიძრო არ წეთ მითხარი მოვდივა. შენ სუნამოზე გვინდო და გვეკითხა. რატო გაქვს თამაზას ნომერი ჩაწერილი გამეცი პასუხი. არა მაგ ჩაწელი დედას აი ეხლა იცი აი ეს იწყებს საუბარს ესე ოქო რომ აი ამის რას არის საუბრის ფორმა და ყველა ეგრევე ზაგებინა. ხდებია. ჩვენ უნდა გვეთქვა რომ შენი სუნამოს 500 ცალი რაოდენობრივად გვინდა. ან ლიტრები ხوارყით. მედი ხა და მე 100 მაინც იყიდეთ მე და თანახმავარ თავიდან გადმომივიკეთ. კაი ნინო გითხარი ეხა როდის გამოდის სუნამო? გამოსულია ბიჭო. პირველ გადაცემას ვუყურე და მართლა ძალიან მომეწონა გავეჭე და წარმატებები კი ნამდვილად ძალიან მომეწონა. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. მითხარი სუნამოზე გამოვიდა გაყიდვაში? გაყიდვაში გამოდის 10 იანვარს პრეორდერები დაწყებულია და რა ვიცი მითხარით რამდენი გინდათ შეკვეთა და ვეცდები რომ გადაგიდოთ. ჯერ ორი ხوار გამოგვიგზავნოს რომ დავტესტოთ. ვა ქალის არის და რა უნდა არაფერი უნისექსიაო. უნისექსი. არა ქალის არის ქალის თუმცა უკვე მუშაობა დაწყებული მაქვს მამაკაცის სუნამოზე მაგრამ საჩუქრად არ ელოდოთ მაინც უნდა შეიძლება. კაი გადაცემაში რა მოყვა ტესტერები მაინც მოგვიტანე. არა ნინო ძალიან ეს არ კეთილია. გააჩნია. კაი მაშინ ერთ წელი მოგვიტანე და გადავასხავთ აქ. შენ რას გადაუსყავ ბიჭო. იღლიაში ამოდებულ საქმე. ნინო მოკლედ გელოდებით გადაცემაში. კი, მოვალ აუცილებლად და მართლა ხუმრობა იქით იყოს წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს. ძალიან დიდი მადლობა გვიყარხარ ნინო და აბა დროები და წარმატება შენ ამ წამოწყებაში. გაკოცეთ ნინო კოცნით. მოკლედ საახალწლო პერიოდში ჩვენ ქართულ მომღერლებმა იმღერეს სხვადასხვა სახელმწიფო რაღაც ღონისძიებებზე და დაიხარჯა 296,722 ლარი. კაპიტები. სოფო ბედია, ნინი ქარსელაძე, აი ეს ბიჭი როა რეპერი, ბურგერების ბიზნესი რო ჩაეწვა თუ რაღაცა. მასტერი, თემურ თათარაშვილი, ჩემი კლასელი, მაია ჯაბუაც, ჩემი კლასელი, აჭიკო მეფარიძე, ჩემი პარალელური კლასელი, ნინი ბადურაშვილი, ეს დედამისი იყო ჩემი კლასელი და აი ჩემ თვალში არის გაზრდილი ეს გოგო და თიკა ჯამბური არ გამიკეთებია. და მოკლედ ეხა დაურეკოთ სოფო ბედიას. და ვკითხოთ რა ჰონორარია იყო და ზოგადად კარგი იყო თუ არა ეს 2005 წლის დასასრული მისი შემოსავლებისთვის. 2025 წლის დასასრული. 2025 წლის მეც იმ კაცისავი დამემართა. სოფო გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. ბოდიში პირველ რიგში რო ესე გვიან გაწუხებთ. იცი რა მითხარით? კმაყოფილი ხართ ამ საახალწლო ღონისძიებების ჰონორარით? მოდი ხატია სიჭინავას დაურეკოთ და ხე გეტყვი რატო ხატია სიჭინავა მეგობრობს სოფო ბედიას მეზობლის დასთან. აჰა. და რაღაცნაირად აი ეს ჯაჭვი არის ძალიან ახლო. და ამას ეცოდინება სოფო ბედია კმაყოფილია თუ არა საახალწლო ჰონორარით. ხატია გვინდოდა? ხატია ვარ? ხატია გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. ჩვენ სოფო ბედიას ურეკავდით, რატომღაც გაგვითიშა ტელეფონი. ხო და გვაინტერესებდა სოფო ბედია რამდენად კმაყოფილია საახალწლო ჰონორარებით. ხო არ იცით? არა, მე საიდან უნდა ვიცოდე, რომელი საათია რა გადაცემა დერეკავთ? გადაცემა სარკასტიკა ის ღამის გადაცემა, საღამოს გადაცემა არის. არ ვიცი, სოფო კმაყოფილია თუ არა ბავშვთან წევა ბოდიში. იცით რა მითხარით? რადგან სოფოსგან ვერ მივიღეთ პასუხი, ბორის ბედია მაგის ქმარია? ვერ მივიღეთ. ბორის ბედი არის ძმა, დროა უკვე შოუ-ბიზნესშია გაერკვე. და ეხლა დაურეკოთ სოფო ბედიას ძმას და ვკითხოთ, იქნება სოფო ბედიას ძმა მაინც იცის, რამდენი აიღო თავიდან ჰონორარი? მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. Welcome to Macticom. არა, გათიშულია. ხა მოდი სოფო ბედიას ყველაზე ახლო მეგობარს და ქმარს, მიშა მესხს დაურეკოთ. მიშა გამარჯობა. გვიან გირეკავთ, ჩვენ ვართ გადაცემა სარკასტიკა და ესეთი კითხვა გვაქვს, ანუ თქვენ მეუღლეს ვესაუბრეთ, უბრალოდ ვერ შედგა ეს საუბარი ბოლომდე. რამდენად კმაყოფილია თქვენი მეუღლე საახალწლო ჰონორარების? ხო იცი საერთოდ 11 მეტყვეთისიო. ხო ანუ
კმაყოფილი ხართ ჰონორარით. არა, არ ვიცი ხა სოფოს ვარგად პასუხს ვერ გაცემა. რო ვიყო, კეთყოდი მაგალითად ვარგად. კაი, მიშა, ბოდიში გვიანო დაგირეკებ, შვიდობიანი ღამე. ასევე, გაიხარე. კაი. ურეკავთ ნინდი ბადურაშვილს, რომელმაც საახალწლო ღონისძიებებში აიღო იგივენაირად როგორც ოპობედიამ თანხა და გავარკვევთ, რამდენად კმაყოფილია თვითონ ნინი. რა უინტერესო ცხოვრება აქვს თუ ამდოს ყველას. ალო? ნინი მინდოდა? ვინ ძანდები? გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. საიდან? გადაცემა სარკასტიკა. სარკასტიკა რომელია? სარკასტიკა არის სოციალური პლატფორმების ერთ-ერთი საინტერესო ფორმატის გადაცემა. დონე. შენ ხარ გიორგი. აი მე ღმერთო რატომ ცნობს ყველა? მიდარო ხმაზე გცნო. თამაზას უნდა დაერეკა. კაი, რადგან არ გამოვიდა, გვაინტერესებდა საახალწლო ჰონორარებით რამდენად კმაყოფილი ხარ? ჰონორარით თუ ჰონორალით? ჰონორალით. იმიტომ რომ ეგრე ეწერა ვიღაცას. ეს გვაგინებდნენ ჰონორალებიო, თქვენი ჰონორალებიო. და რამდენად კმაყოფილი ხარ? არც ისე. ანუ ადრე უფრო მეც იღებდი ვიდრე ახლა? ცოტა სულ ერთნაირად ვიღებ და რა ვერ გაიზარდა ჰონორალი ვერ ვხვდა. საყვარელია. ერთი მოჭრილი თანხა მთელი ცხოვრება, 30 წელია ხომ მღერი ვარ თუ რაღაც, არა მეტი. რავი, რამდენი ხანია მღერი ვარ? ვის ჯიბეში? რავი, რაც დაბადებული ვარ, მღერი ხარ შენ. ხო, რავი, რაც ისი მღერი ვარ და სულ რატოა ერთნაირი ჰონორარი გამაგებინე? სტავკა არის. უნდა მოითხოვო ესე იგი მეტი. არა, ითხოვ და აზრი არა აქვს. აზრი არა. მართლა? გინდა? ესეა, კი. და საინტერესოა. კარგი კოცნი და გილოცავ დრავად დაესწარი. მედი, პაკა. დაესწარი, პაკა. აი რას ნუ პრინციპში გამოვიდა ახლა. თანამედროვე ადამიანი. აი რას ნიშნავს, როდესაც ცხოვრობ ნორმალურ ხალხში და გარემოში. მოგეთ, რადგან საახალწლო განწყობა ახალი წლის პერიოდში მაკა შალიკაშვილმა ძალიან ბევრი ლექსი იკითხა. იკითხა რა, წაუკითხა ხალხს, იქ წაუკითხა, აქ წაუკითხა და მომეც ხა შენი ტელეფონი. მინდა დავურეკო. და მაკას ვთხოვო, რომ ჩემ შულს აქ დაბადების დღე და რამე საახალწლო ლექსი წაგვიკითხოს. მიდი. ფოდიში ქვია რო გაწუხებთ ხო, მაგრამ არ გეცინებათ ალბათ ლექსს აწერთ ხო? ვაიმე შებასცინა. ქალი მწერალი, ქალი მსახიობი. არ იღებს. რა ვქნათ? არ და როგორ მინდოდა მაკას ლექსი მომისმინა. მე რომ მოგიყვე მაგის ლექსი. იცი შენ? რა პრობლემაა? აბა მიდი. აბ დაუბდათ რა, აი. აი მაკა. იგოეთის მარშრუტკას მოვყვები. უცებ ჩამეცინა. ძღოლის ფშვინვამ და ხრინვამ უცებ გამაღვიძა. ნოეს ზარმა და მინეკა. ამ დროს იმედის კარი იხება. ცრიალ მინდორზე თუ არ გაი. არა, მე მგონია რომ ესე კითხულობს უფრო. გავიარე გზიდან გზაზე და მეჯახა მანქანა. შენ რა გინდოდა იქ ავტომანქანა? შეიძლება დაგბლოკოთ ახლა გაგაშავა. მაკა მინდა, მაკა წაგვიკითხოს ყველაზე კარგად ამ ლექს. რატო ზინავს მაკას? არა გავიდა. მეტროშია. არა მგონია მეტროთ დადიოდეს. მე მგონი ლექს წერს. შეიძლება მაკა რაღაცას წერს. შეიძლება პრაიმ შოუში დაპატიჟოს და ლექსს მეცადინეობს. ალო. ალო. მაკა გამარჯობა, ბოდიშით რო ასე გვიან გაწუხებთ რა. უბრალოდ ჩემ ბავშვს აქ დაბადების დღე 12 საათზე და გიждდება თქვენ ლექსებზე და შეგიძლიათ რამე ერთი დაბადების დღის ან საახალწლო ლექსი რაღაცა წაგვიკითხო. ჯემალი? ჯემალი გორიდან. ჯემალი გორიდან? ხო, უბრალოდ ბავშვს გიждდება თქვენზე და დაბადების დღე აქვს 12 საათზე და მომისმინე ჯემალ. ერთი ლექსი პატარა. ბათუმში ვარ. კი ბატონო, მომისმინე. ბათუმში ხარ გაგიხსნა რა რო. ხო. შენ არ იფიქრო რომ აი ერთი პატარა ლექსი, აი ერთი პატარა და პატარასაც გეტყვი და დიცად. მითხარი.
კაცი ბათუმშია რაღაცა ტაქსი რაღაცა დამჭა რესტორანში მივდიოდი მოკლე თელ ამდებში და მაგითო ვერ დაგელაპარაკეთ მაო ბოდიში ჩემი ნომერი თქვენი ნომერი ახლობელმა მომცა თბილისიდან მომღერალია ბორის ბედია ვინ არის ბორის ბედია ჩვენ არა ვართ ისეთი ხალხი მაკა გორში გვაქვს ძალიან დიდი საცხობი გვაქვს საკონდიტრო და არაერთხელ ბორისმა დაარეკლამა და მაგაზე არ არის პრობლემა მომისმინე უბრალოდ ერთი პატარა ლექსი აი ერთი პატარა რომ აი გავახარო ჩემი პატარა თორე მართ აი მაკა შალიკაშვილზე გიждებიო და ის ბიჭი როა კიდე მეორე აი სიცრუის რაღაც ამბები რომ მიყავს გიორგი გასვიანი აი ორივეზე გიждდება მომისმინეთ ეხა ნახეთ მე ვარ გორის თეატრის მსახიობი ой ვიცი და მაგიტომაც ვრეკავ მაკა მე ვარ კიდე ძალიან მიყვარს გორი და გორელები გორსაც უყვარ ხარ კი ჩვენ გორელებს მაკა გვიყვარს სტალინი გვიყვარს და ბორის ბედია მიყვარს იმიტომ რომ ჩემს საცხობს ისი არეკლამებს გაყიდვებია მე რო გაგირეკავ მარკი და აუცილებლად რო ჩამოხვალ გორში შევხმიანდეთ კი ბატონო ერთი პატარა ლექსი აი ერთის და რომ მიულოცო ჩემ პატარა თორნიკე ეხა ბავშვი გვერდზე მიზი პატარა თორნიკე ეხლა გახდა 12 წლის გამარჯობა თორნიკე გისმენთ გამარჯობა ძმები ძალიან მორიდებულია მაკა გისმენთ თორნიკე კი ისა არ გინდა ვიდეო თვალი დამკო ავი ვიდეო პატარა ლექსი მინდა მაკა ტელეფონი არ ამე რა დაზიანებული თორე ვიდეო თვალი პირიქით გაგვიხარდებოდა ბავშვი დაენახეთ ისე გაუხარდებოდა მერიდება თვალით რაო მერიდებაო აი შვილო პატარა ლექსი მაკა თუ შეიძლება ერთი რამე რომელიმე ლექსი უყვარს ჩემი განსაკუთრებით რომელი გიყვარს ცრიან ბალახსეო კაი რა ცრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაგიულია რა რაგაცი არა ბედნიერებისაგან უხარია ოხერი ეს ოხერი მადლობა აუ რაღაცა ხდება არა აი მადლობასაც გეუბნება ბავშვი მადლობა აბა კი გისმენთ თორნიკე გისმენთ კაცო ლაპარაკი არის ძი თორნიკე მორიდებულია ცოტა რატოა მორიდებული რავი მორიდება ეცხვენია მაკა ძალიან დიდი მადლობა ესე რომ გაახარე ჩემი პატარა თორნიკე იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე მადლობა ხო ბედნიერი დღეა კი სასწაული დღეა თან ლექსი წაუკითხა თავად მაკა შალიკაშვილმა და აბა ეხლა გაიხარე მაკა გაიხარე კარგად იყავი და გორში რო ჩამოხვალ დაგვირეკე გვესტუმრე აუცილებლად და გილოცავ თორნიკეს დაბადების ძალიან დიდი მადლობა დრიმი პუნტელის ხსენების დღე ხო მაგათ დღეს არის დაბადებული თქვენი აბა დავამთხვიეთ გაიხარე გაიხარე მაკა მშვიდობიანი ღამე კარგად ბედნიერი ნუ არ მოჩა თორნიკე აბხმერთო ჩიგარია როგორ ვითამაშე თორნიკე მე მგონი ჯოჯოხეთში მოხვდებით მე ჩემი თორნიკე ჯოჯოხეთში მოხვდებით უი ვიღაცა მირეკავს ალო რამდენ ხანში მოხვალ ვინ უკაცრავად მე მგონი ტაქსიში ავი ალო მაგას მეგონებ ზღოლი ტაქსი ქონდა გამოწეხებული მეგობრებო აი ამ ნოტაზე მინდა მოვიწიო ჩვენი სტუმარი პლასტიკური ქირურგი ხბის
ქირურგი? პასახის ყვასახის ყვასახის. ქირურგი და მიკროქირურგი. დედა. აი შერაც გჭირდებოდა ზუსტად. რატომ ჭირდება? აი. ყვაზე რა მჭირს? ყველაფერი, ნუ შეგისწორებ. ციცო, მოგესალმები. მიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, რა ჭირს ჩემ ყვას? დაიცადე სანამ გადაყვალ. რა ჭირს ჩემ ყვას, ბიჭო? აი რაღაცა მე ვფიქრობ რომ ეს აი იქენი პრიკუსი მაჩვენე? პრიკუსი. აი ეს თაგბილვა კრიჭა, მაჩვენე. კრიჭა. აი პირდაპირ თაგბილვა გაქვს, ცოტა პროგენია, უკან უნდა იყოს ცოტა ქვედა. ვთეთა რა. აი ხედვა რომ მაქვს, აი ცხვირსაც მე შენ ორივე უკან რო გაქვს. ამ ყურსაც გაგისწორებდი. რაღაც აი გასასწორებელი ხარ, ასაწყობი ხარ რა, დაშლილი ხარ მე რაღაცნაირად. რომ მივედი ცხვირის ოპერაცია რო რა გამეკეთებინა, იმათ მითხრეს რომ მე რო ცხვირი გავიკეთო და ყურებოდი რომ გადავიწიო, იმენა ბარბს დავების გახსები. ხო. მართლა. ხო, მაგრამ ციცო რა, ინდივიდუალობას გასაკეთებელი. ყბა გასაკეთებელია. ხო, თუ არ აწუხებს და კომპენსირებული არ უნდა, მაგრამ მა ისე გასაკეთებელი აქვს. ხო, ცხვირი? ეხ სათვალე რომ მოიხსნას, საერთოდ ყველაფერი ასაწყობია. ცხვირი გასაკეთებელი აქვს, მაგრამ ისე არ უნდა გაკეთდეს, აი გახსოვთ ადრე რო იყო წოპეს ცხვირია, წოპეს ცხვირი. ხო. ესეთი ცხვირი დედაჩემს აქვს წოპესთან გაკეთებული. სტანდარტული ცხვირი არ უნდა გაუკეთეს. დღეს მოდაშია პერსონალიზაცია. ხო. ანუ აბა, ეგეთი ერთი ცხვირი კი ოპერაცია არსებობს და გაჩუმდი ბიჭო და რებს ნუ. ამას უნდა შეერჩეს პერსონალური ცხვირი ისე რომ თავარია არ დაეტყოს დაოპერაციები. ანუ ზედ არ უნდა რომ შემოდის ადამიანი და აწერა მე ცხვირი მაქვს გაკეთებული. აი როგორ შენ მაგალითად. არა, არა, მე ფანტასტიკურად გაკეთებული ძალიან ცხვირი კარგი მაქვს. ახლა ჩემთვის კი არა. ძალიან ჩემთვის, მსხვილი მაგრამ უბრალო ფსიგონებ. ციცო, მე რა მაგ გასაკეთებელი. გიორგი, შენ საშიში ისა გაქვს სილამაზე. მართ. ხო, აი ცოტა ზედმეტი მინდა. ვაიმე. აი, ძალიან ესეთი რო არის ლამაზი კაცი. ხო ხედავ. დაანგრევ ოჯახებს ანუ. თამაზამ როგორ მოიწინა ეგრე. გასაკეთებელი არაფერი, გასაფუჭებელი. კაი, ციცო, ეხლა მითხარი შენი ახალი ამბები, ახალ ბინაში გადახვედი. არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა არა, გადავიდე. აივანის ფოტო ვნახე, რომ ანუ შენი ფოტო ვნახე, ვიდეო ვნახე უფრო სწორედ შენ სოციალურ გვერდზე, რომ ეს ახალი ბინა რომელშიც გადახვედი, აივანი ფანტასტიკურად მოწყობილი და შენი მეგობარი იმ ვიდეოში საუბრობს. მე მაყურებელს ის ხალი ნემცოვის ძმის ცოლი. მართლა? კი, ძალიან დიდი ხნის წინ გაუკეთე ნემცოვის ძმას ოპერაცია და ეს კაცი მე არ მივიწყებს არასდროს და ეს აივანი ფანტასტიკურად გაკეთებული და შენი ხელით არის ყველაფერი. ანუ ეს ხელოვნური გამწვანებაა თუ როგორ არის? კი, გაივანზე ხელოვნური. ნამდვილი ცოცხალი ყვავილები მედგა და ქარმას უდაპუტა და არაფერი არ დაჭერა. ამ შუა ვაკეში ეგეთი ქარი? უიმე, იმ ხარეს ხო მე ადრეც იმ ხარეს ცხოვრობდი. ისეთი ქარია, ისეთი დეპრესიაში მაგდებს. სტვენ საშინლად შემოდის იმ აივნებზე ქარი. ანგრევს ყველაფერს და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემით გამეგერა, ჩემით ისე მაგრად გავაკეთე რომ არც ერთი არაფერი არ ძრება ადგილიდანაც არის. და თამაზამ რა თქვა მოისმინე? რაო? ისე სხვათა შორის მე მაქვს აივანზე ძალიან ბევრი მცენარები, თუ დაგჭირდება იმ მცენარებზე ვერ ძალიან მაგრა ვერ ყვევი და კარგად აქ. და იქამდე რა თქვი? მე რა გადავწყვეტე? მე თავიდან რო ვნახე თქვენი აივანი, მე მეკონა კახიკალაძე რო ამწვანებს ახლა, სადაც რამეს დაინახავ და ხე რო დარგულია, მეთქი რამე მერის ტერასაა და გამწვანებს. ისეთი გამწვანებული. ამას რატო ვაკეთებ ის ვკითხეთ? იმიტომ კი არა რომ ვერ ვიყიდი ახლა მე პალმები და რაღაცები ვიყიდე, მაგრამ ხელით რო რაიმე არ ვაკეთო მოკვდები. არ შეიძლება. ციცო, ხელით არ აკეთებ ამდენ ოპერაციას ისე. კი, ისე. ოპერაციას ხელით ვაკეთებ, ჩემმა ხელმა არ უნდა დაისა. ხან ადრე იყო და ერთ პერიოდში ქსოვდი. თან ტელევიზორ ქსოვის დროს არ მჭირდება ყურება, მაგრამ ხელმა უნდა ხან რაღაც იუველირდი რაღაცებს ვაკეთებ. ციცო, ჩვენ გვაქვს გამზადებული ფოტოები ცნობილი სახეების. დიახ. და ეხლა თამაზე გაჩვენებს და გვინდა გითხრა ვის რა გაკეთებული და რამდენად თქვენ იცით რა აქვს გაკეთებული. ეხლა ჩვენ ისეთები მოვიცნობები იყო. მე რა არაფერს აწყვე აქ რა ფოტოებსაც ჩვენ გაჩვენებთ აბსოლუტურად ყველაზე ავარჩეთ ისეთები რომლებსაც ვიცით რა გაკეთებული და როგორ. ჩვენ გვაინტერესებს შენი შეფასება და რამდენად სწორია, უხდება, არ უხდება. პირველი არის ქართული ცნობილი მომღერალი ლოლა წერეთელი, რომელიც აი ისრაელი, რუსეთი. ვიცი ლოლა წერეთელი. მე უნდა გამეკეთებინა ოპერაცია და არ ვიცი რატომღაც მაგან გაიკეთა. გაკეთებული აქვს ბლეფაროპლასტიკა და ფეისლიფტინგი. ანუ სახე. სახე. სწორს ვამბობ? კი, და რამდენად კარგადაა გაკეთებული? კარგად. მომეცი მე მალაპარაკე. აჰა. ხვალაც არ ამნახოს.
მე ვფიქრობ, რომ აი ეს ბუნებრიობა რაც აქ ქონდა, სულ დაკარგა. ნანუკა ჯორჯოლიანი. შემდეგი ნანუკა ჩემი მეგობარი არის. ციცო, ყველა შენი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ახლა ვის ნანუკას ვიცი რა აქვს გაკეთებული. აბა, მაჩვენა დაჟე თავის გადაცემაში მუცელი, მკერდი, ტუჩები, აი ეს გაკეთებულია. მუცელი, მკერდი, ტუჩები გაკეთებულია. სხვა არა, მეტი. სხვა მეტი არა. სახეზე ბოტოქსი და ასე შემდეგ? ნუ ახლა ესენი ყველას აქ გაკეთებული. უფრო დიდი და მგვალი სახე ქონდა, რაღაც ჩამოთხელებული. ნუ ეს უკვე გახდა. არა, არ ქონდა იმას. ბიშექტომია გაკეთებული არ აქვს. ბლეფაროპლასტიკა გაკეთებულია. შემდეგი. მარკუს პეტრეველიძე მთლიან თავი შეიცვალა, საბერძნეთა ჩამოუტანეს, გაყინული თავი და დაიხო. აი მარკუს ტუჩები, ცხვირი, თვალები და აი ეს ვალევოი პოდბაროდა ნიკაპი. ნიკაპში ჩადგმულია? სხვათა შორის ეხლა არის ძალიან მოდაში ნიკაპში ჩადგმა. ატო ეხლა ყოველთვის იყო მოდაში. ნუ ეხლა უფრო ძალიან. მამაკაცურობა არის აი მაგრამ რამდენად კარგადაა გაკეთებული? შენივრად. კარგი. შემდეგ. სიჭინავა. აი აქ უკვე ტუჩებია ცოტა ზედმეტად გაკეთებული. თვალები გაკეთებული არ აქვს. შეიძლება ზედა კონდეს გაკეთებული, ქვედა არა. ზედა თვალები რას არის? ზედა ქუთუთოები. ქუთუთოები მეგაკეთებული მაქვს ქვედა. და კიდევ დაუმატებდი ნიკაპს, აქ გავაკეთებდი კიდევ ნიკაპს, დავაპატარავდი ქვედა ტუჩს. ეშველება? ეს გოგონა იძახის, რომ ისეთი რაღაცით აქვს გაკეთებული ტუჩები, რომ ვეღარ შეცვლიო. სისულელია. ხო არა? არ არსებობს ესეთი რაღაცა, რომ ვერ შევა. აი მოვიდეს ქალბატონს კინოსთან. კარგი. არა, ეგ არ შემდეგი არის შორენა ბეგაშვილი. შორენა არის ჩემი საყვარელი შვილი. შორენა ხან სხვა სახით გამოვახობე, ხან სხვა სახით. აი მაგალითად 3 წლის სხვადასხვა სახე ქონდა. იცვლის სახე. ისავით არის აი ხლიკერო ტყავს გადაიწრობს. შორენა არის ძალიან კაი გოგო. ამასაც მე მგონი მკერდის ოპერაცია რამდენჯერმე გაკეთებული, სხვადასხვანაირი მკერდი ქონდა. ხო? ხო, რა მოხდა მერე? აი, ხედავ გადაკვირებული თვალი მაქვს. ადრე სხვადასხვანაირი მკერდი ქონდა, ხო, ძალიან მრგვალები. ძალიან კაი გოგო. მე არ ვარ დაკვირებული. ანუ კარგად აქვს ყველაფერი გაკეთებული? ხო არ გადააჭარბა შემთხვევით უკვე? არა. კარგი, შემდეგი. შემდეგი. აი აქ ცოტა გადაჭარბა. ნატა გულიაშვილი. ეს იძახის, რომ ამ ბუნებრივი სილამაზით არის დაჯილდოებული და შორენა ბეგაშვილი ამას ბაძავს. რაღაცით გვანა კი. რაღაცით გვა. ერთი ტიპაჟია ეს. არის, ხო, იერი არის. მოკლე სახე, მაღალი ყრიმალები, მოკლე ნიკაპი, ეს ასე უნდა იყოს და თვალებიც და ფოქსაისები. კი გვანან და შუბლიც ერთი ფორმის აქვს. მაგრამ შორენა უფრო გამხდარია. კარგი, შემდეგ. აქ გაკეთებული არის ტუჩები, ყრიმალებია აწეული, ცხვირია გაკეთებული. მერსი სულხანიშვილი, ხო? და სახეზე იკეთებს არ ვიცი, როი ბოტოქს ახლა ყველა იგებს. არა, ბოტოქსი არ აქვს. მართულები რო აქვს სახეში. მართულ ოქროს ძაფები. ოქროს ძაფები. ოქროს ძაფები? ოქროს ძაფები სული არ მგონია მერსის. ძალიან ცუდ სიტყვას ვიტყვი, მაგრამ არის ანანიზმი. ოქროს ძაფები არის ანანიზმი? ანუ მერსი სულხანიშვილი ანანიზმი ყოფილა. ამ ბიჭმა აი რა ყველაფერი გაიკეთა. ამას აქვს გაკეთებული. ასე გამოდის. იცი რა, სახელია, სახელი. სახის იცინე, ხაიცინე. ან ტუჩებია გაკეთებული, მეტი რა. ცხვირიც გაკეთებულია. ცხვირიც შეიძლება. ეს სურათია ძალიან ისეთი. სურათით ვერ იტყვი ვერაფერს, ახლა დავინახო უფრო ვიტყვი. რო დაინახო შეიძლება ვერც იცნობ, ციცო, ფოტოშოპით არის ყველა წარმოდგენილი აქ რასაც. ვინ არის ეს ბიჭი? გურამ შეროზია, მომღერალი. მომღერალია? ხო, მომღერალია რა. ესე მე უნდა გავაკეთო საბარა. წერალიც არის. წიგნიც დაწერა, გამოსცა. მაპატიერო არ ვიცი. და კიდე მაკლერია. კარგით რა, ხალხს ნოამცირებთ. თქვენ გადაცემას კია პოდკასტი, მაგრამ სამი ბინა მქონეს, 4 ბინა მქონეს და გინდა დამიძახონ მაკლერი და გინდა ის პირები. ციცო. რა გინდა სამი, ვერ იცხოვრებ. მითხრა. ციცო, ეხლა ცოტა რომ შევეხოთ პირად ამბებსაც ხო შეიძლება? ცოტა მსუბუქად. ხო, მიდია. ძველი ამბე ბესო კალანდაძის ამბები. ო, არა კაც, ბესო კალანდაძის არის. არა, ერთ კითხვას დავსვავ. თუ გინდა გაიცი პასუხი, თუ გინდა. მოკლედ, ესეთი ამბები იყო, რომ ბესოსთან შენ, როდესაც ქონდა არ ვყვები იმას ძარცვაზე და ასე შემდეგ. ბესოსთან ურთიერთობის პერიოდში იყო ბესოსგან შენს მიმართ ძალადობის რაღაცა ფაქტები. მართალია ეს? კი. რა ფაქტები ესეთი?
ნუ ხო ის და ციხეში ამაზე. ხო, მაგრამ ყველა მიცის რომ ბესოს შენთან მიმართებაში ძარცვაზე იყო უფრო საუბარი, როდესაც აი დაშვები. როცა გაირკვა ვინ ძარცვავდა, სხვა მოსავალი არ ქონდა ალბათ. მე არ უნდა ყოფილიყავი ქვეყანაზე რა. იგი დამალვა ამ ძარცვის და შეუძლებელია. ძალადობა, აი რა კუთხით ეს ხელით შეხება იყო ურთიერთობის პერიოდში? ხო, ნუ ესეთი ამბავი იყო, ეხლა მე ვიძახი ამბავს, რომ ბესოსთან შენ როდესაც იყავი ურთიერთობაში, ბესო კალანდაძესთან, ის შენზე ძალადობდა? არა, არ ძალადობდა პერიოდულად და ხელს არ დაორტყავს. არ ყოფილა ეგეთ რაც. უბრალოდ რაღაცა წონაზე იყო საუბარი, ვითომ არ მოსწონდა შენი წონა და ამის გამო აგრესიას და ჩემი ძალადობას. წონა არ მოწონდა, ხა 200 კილოიანი წონი ყავს. მე ხო, არა, 72 ხო, ეგ არა, სხვა. ერთხელ 72 კილო ვიყავი სულ, ეხლა ვარ 77. ხო და იყო ეგ სიმართლე? არა, როცა 74 ვიყავი ერთხელ, გავსუქთი 2 კილო და მეჩხუბა ძალიან. აი მართალი ყოფილა ეს. მეჩხუბა ეს რას გავს ეს რა არის? აი ძალიან ესთეტია და ეხლა მიკვირს მე თუ რას გავდი 74, ეხლა რა ცოლი ყავს იმასთან როგორ არის, არ ვიცი. ანუ ძიმე წონა ეს ხალი. ხო, ძალიან ძიმე წონა. ანუ მართალი ყოფილა ესაც ხო, იმას არ უყვარდა სუქანი ხალხი რა. ნუ სუქან ადამიანთან ვერ ვიქნები როგორც მამაკაციო. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ბესოსთან? არანაირი. და ყველაფერი მოიგეს სასამართლო პროცესი. კი. ბოლოს კი. და კომპენსაცია თუ რა გააკი რა კი, რაღაცა კანადაში ვიყავით $2700 თუ რაღაცა დაჯდა უცებ ანგარიშზე და წავედით და მე დავხარჯეთ ერთ დღეს მაღაზიაში. თვითონ იჩივლა და თვითონ წააგო რა. თვითონვე იჩივლა და თვითონვე წააგო. საქართველოში არასდროს. თვითონ ჩიოდა სულ. და დაუმტკის და ის ყველაფერი რასაც შენ ამბობდი ძარცვა. არა, რა იყო, იცი ეს რა გაცხადება შეიტანა, იცი, ერთხელ ხო წააგო, მე ისევ შეიტანა, რომ მე რაღაცა დავწერე 2012 წელს. რაღაცა შეურაცხყოფა მივაყენე. ეხლა ისეთ ამბებზე დავიწყე. არა, ძალიან საინტერესოა. არა, ხო და ერთი წამი, ციცო. 2012 წელს, რა არის ეს? ღომი უნდა ვჭამოთ, თან ეხა ისეთი ჭორაობა შევაგდეთ. მოიცა არ მინდა ეხა ღომი რა. ნუ ჩვენ შევჭამთ ეხა ისე საინტერესო საუბრო. მოიცა და 2012 წელს ჟურნალში დავწერე რაღაცა რომ უფრთხილდით მესო კალანდაძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს, ეს მახსოვს. ჩანგალი. და აი ამ ჩემ 2012 წელს ნათქვამმა მიაყენა ბესოს ზიანი 2010-ში. 2010 წელს გახდა ცუდად, იმიტომ რომ მე 2012 წელს შეურაცხყოფა მივაყენე. რაღაც წარმოიდგინე. მოსამართლე პამპერსი არ ეკეთა ნაღდად. მაგრამ იმდენი არ ესმის იმ მოსამართლეს 2010 წელი იყო უფრო ადრე, ვიდრე 2012 და რაც არ უნდა მეთქვა მე 2012-ში 2010 წელს იმას ზიანს ვერ მიაყენებდა, გაიგე? 5 წელი მაინტერესებდა რით დამთავრდებოდა ეს ამბავი. პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია, მესამე ინსტანციამდე მივიდა და კონსერვატორიასთან რაღაცა ბოლო ინსტანცია იყო იქ და მაინტერესებდა ერთი რამდენხანს გაგრძელდებოდა ეს მარაზმი. მაგას ხო ვიღაცა ეხმარებოდა, ვიღაცა შემხვდა თვითფრინავში შენ მაგას ვერცეთ სასამართლოს ვერ მოვიდა. ვინ იყო არის? არ მახსოვს სახელი და გვარი პარლამენტარი არ ვიცი. მოქმედი პარლამენტარია? ხო. ქართულ ოცნებაში თუ ისა ოპოზიციაში? ოპოზიციაში იყო ყოველთვის და შენ მაგას ვერცეთ სასამართლოს ვერ მოვიდა. ეს ოპოზიციაში იყო? ანუ ისეთი პერიოდი ხო იყო მაშინ რომ რამბები გასკდა. ესეთი დრო იყო რომ რასაც გინდა იმას დაამტკიცებდი. და ბინა არ ვიყიდე მე ჩემს სახელზე, იმიტომ რომ შეეტანა განცხადება და ეთქვა ეს ჩემია, დაუმტკიცებდნენ. და წარმოიდგინე ხა მე ბოლო ინსტანციაში მე უკვე ვინმე გამოვიდეს ამ სასამართლოდან, ისეთი რომელმაც 12-მდე თვლა იცის. ანუ არც ერთი მოსამართლე პამპერსიანად არ იჯდა იქ. არც ადვოკატს ეკეთა პამპერსი არ მინახავს. დღეს უკვე 2 წლის ბავშვებმა იციან 12-მდე თვლა. ეს როგორ მიიღეს საერთოდ განსახილველად? ციცო რა მითხარ იცი? რიას გარეშე ღომი აღარ გიყვარს? ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ყველაფერი რო ვჭამო, მე არ ვიქნები 67. ცოტა იასაც შევეხოთ. არ შევეხოთ რა. არა, ცუდი გაგებით კი. გეხვეწები რა. არა, ცუდი გაგებით კი არა. არ მინდა, მე რო ჩემზე რო ილაპარაკა, საზიზღრობა იყო, ამიტომ მე არ გავიმეორებ. აი, ხო, ეხა რამდენი რაღაცა ილაპარაკა შენზე. ილაპარაკოს. რატო იყო ამაზრზენი? ამაზრზენი იყო. იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილი იყო და ამაზრზენი იყო. აი რა არ გესიამონა ყველაზე მეტად ეხა. ტყუილები თავიდან ბოლომდე ტყუილები. აი მაინც განსაკუთრებით. ყველაფერი ტყუილი. აი ბინაზე ტყუილი იყო? ხო. და აი რა იყო მან ტყუილი? ნუ ორი სიტყვით ვიტყვი და მორჩები. აი იცი რა მეშობა ის ხო ლაპარაკობს ამდენ თქვით? არა, პირველად ლაპარაკობთ რომ არა, ნუ უნდა და ამ ბინის გაყიდვა და ასე ვერ ყიდე. ხა მე რომ მივეცი იმ ბინაში არავინ არ მისცემს არასდროს. რამდენი გადაიხდით?
ძალიან ბევრი. მე არ გადამიხდეთ ჩემას იწევს. მართალია რომ 350,000 გადაიხადეთ ამ ბინაში და დამატებით კიდე თქვენი ბინა მიეცით. ხო, ანუ 500-600-მდეა. მაგხელა ფასები რო თბილისში. მაგხელა ფასი გადაიხადეთ? ხო. აი სადაც მინდოდა სოფლიოში იქ ვიყიდე. და რატო იყიდეთ? იმიტომ რომ ჩვენ ერთად ყოფილიყავით. ისე მიყვარდა ია. მეგობრობის გამო. ხო, აი მის გამო რომ იქ სავატყოფოა და მეუბნებოდი ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, შენ ეს იყიდე, აუცილებლად იყიდე, თუ ვერ იყიდი რაც ფული გაქვს მომეც, მე არაფერი ფული არ მქონდა, ჩემს სიძემ გამოაგზავნა, მაგრამ ტყვილი და თუ კი ჩვენ ვერ მივცემდით ამ ფულს, მაშინ მეთქი დაწილს მოგცემ, რაღაცა შევადგინოთ ის, რომ ბოლომდე რომ მოგცემ, მაშინ ბინას დაცლი. კაი, თუ არა და მე ვთქვი იანვრამდე შეიძლება ვერ მოგცეთ, რაღაცა ვაგროვოთ, ან მოსკოვი გავყიდოთ, ან რაღაცა, ისე ვერ არ ქონდა ამდენი ფული. მაგხელა ფული სადაა გადაბეჭდა. ხო. ხო და მაშინ შენც იყავი სანამ ფულს არ გადავეხდით ბოლომდე. და გადმოვალ მე შენ. ხო, კარგიო. მეგობრობა. ეს დაურეკე ხა ჩემს სიძე ყიდულობს, ჩემი სიძე მე ხო არ ყიდულობ და რო უთხარი რომ ესე მეთქი, არაო, მე ფულს ყველას გამოვაგზავნე და ვიყიდოთ. და გამოაგზავნეს ყველა და ვიყიდეთ. ანუ ხო უნდა მიხვდი ადამიანი, გაყიდე შენ უკვე, თქვათ მე არა ვარ ციცინოშურღე და სხვა არის. სრული თანხარა მიიღო ია და თუმცა შენი სახლიდან უკვე შენი სახლიდან ესე გამოდის არ არ გადის, ნუ ცოცხალი დავიდე ორი თვე ჯერ არ დამელაპარაკო, მე რა მიტინგები მაქვს, მე შენთვის არ ბძალია რაღაცეები და ამ დროს გასაგებია ხო თუ ის დაგავორი არ შედგა ეს რომ გადავეხადეთ ფული ორი თვე ცხოვრობ შენ. არც მელაპარაკები ბოდიშთა ჩემს სახლში, ხო? აძლევენ ერთ კვირას, ორ კვირას, სამ კვირას. გამოვიდა და იცახს რომ მე არ გამოვდიოდი ბინიდან, ეს სისულელია რა. ესენი მეუბნებია, თან არ მინდა ია დავკარგო, თან არ მინდა ჩემი სიძე ბრაზდება. ხო ვიყიდეთ, გადავეხადეთ ამდენი ფული. რატომ არ გინთავისუფლებენ ბინას? ვაი მე არ უთხრათ გეხვეწებით რა ეწყინება და ნერვიულობს რომ ბინა დაკარგო. ბინა რა დაკარგო, არ ღირს ეგეთი არსად ეს ბინები. დაკარგა კი არა, ძალიან და რისი ვალი ქონდა ეს ამხელა თანხაროდაჭი? არც ეგ მე არ ვიცი. ეგ არის, მეც არ ვილაპარაკ. ისე ციცო, აი, კარგი. წყდება გული. ძალიან. იასთან მეგობრობის დასრულება. რა თქმა უნდა. მე მეგონა რომ მეგობარი იყო ჩემი, მაგრამ არ ყოფილა. ო ის იძახის ერთ-ერთ გადაცემაში ღამის შოუში თქვა თუ არ მეშება ვანოსთან რომ ხო. საერთოდ ვინ არისო? ხო. ხო, დებილი ვარ. მე ვიცი რაც არ. უბრალოდ მე მაქვს აუტოფობია, დაავადება ბავშვობიდან. მე შინია მარტოობის. მე სოთში მეცი მაქვს ეგ. ხო არა, აუტოფობია მაქვს. სადმე რო წავიდოდი ჩემი მშობლები ძალიან მოწყენილი ვიყავი. ეხა კი არ ვიცი რა, ეხა ვიცი რა ქვია, თორემ მაშინ კი არ ვიცოდი. აი იმიტომაც რომ ბესოს როზესე ჩქარა გავყევ, მეთქი მარტო არ უნდა ვიყო მეთქი. თურმე მარტო იყავი რა, ყველაფერს ჯობია. ანუ შენი პრობლემა არის თუ არა ის რომ აუტოფობიაა ჩემი პრობლემა. აუტოფობიის გარდა ადამიანების ამოცნობა ვერ ისწავლე. არა. არა, იცი რა არის? მე მაინც ვენდობი ადამიანებს, მაგრამ ვისაც რამე თუნდაც ასპირანტებს. 15 დისერტაცია დაუწერე, ჩემი 2 დისერტაციის გარდა. მე მაქვს დაწერილი კიდე 15 დისერტაცია, 3 წიგნი და რა ვიცი 100-მდე ნაშრომი და პატენტები და რაღაცები. ყველას ვისაც პატივი ვეცი, მაჩვენეს ერთი ადგილი ყველაზე საუკეთესო ფასადით. ხვდები რა ადგილზე მაკლაპარაკე, ხო? ეს არის ჩემი ბედი კრედო რა ვიცი, ყველა ასე მიკეთებს რა. და რა მითხარით, რაღაცა იამ ჩაწერა ვიდეო მასონების, რაღაცა ქართული მასონების ლოჟა თუ რაღაცა შოს ზის და მასონები და უნდა გაანთავისუფლონ თუ რაღაცა შენი ამბის მე არ ვიდა, ეს იყო ამაზრზენი, არ მალაპარაკო. მოვჩეთ რა 1000 ეს მასონები მართალია თუ არა? მე არ ვიცი, მე ვერ ვერკვევი, ვერაფერში ვერ ვერკვევი. ისე ყველაზე მეტად ვინც გიყვარს იმისგან გწვის. ხო შეიძლება დრო შერიგდე თუ არასოდეს. არასოდეს? აი რომ მიხდეს ავიდანა შაულს მაგალითად და ბოდიში მოიხადოს. არა, ეს მე უკვე ვიცი ვინც არის ადამიანი. მეგობარი არ არის ჩემი. ბინას ყიდის, იცი შენ ბინას? გაყიდოს მე რაღაცა უკვე ჩემი არ არის რა, ჩემი საქმე არა. ამას მე რა. მაგაზე განაცხადა რომ ვითომ მე ამ ბინაშიო ვერ ვიცხოვრებო, ეს ესეთი ბინა არის. არასდროს არ აპირებდა ცხოვრებას. აბა რატო იყიდა მაშინ? ისე გაყიდა თავის ბინა, კი არ იყიდა ეს. ანუ გაყიდვა უნდოდა და საფეხურებად გაყიდა. თუ არა მეტი არაფერი რა. ანუ მოტყუებული დარჩი. ხო. აი ეს ტყვილი ძალიან მძიმეა და არ მინდა. გითხარით რაც იყო მართალი. ხო, მესმის. ხო. თუმცა თქვენი შერიგება არასოდეს აღარ მოხდება. გამორიცხულია. და ამდენს რო საუბრობ შენზე არაპირებ რაღაცა კიდე პასუხი გასცე თუ არა, პასუხი როგორ უნდა გასცე ადამიანს? ნუ ბევრ რაღაცას ხო იძახის შენზე ესე. იძახოს რაც უნდა. მე ხო ვიცი ვინც ვარ. ესე ბესოკალდაც კი ბეზო გიჟიაო. მაგრამ
კი წააგო სასამართლო. და კი დაგირიცხა ფული 2700 евро, ხო? დოლარი. რა кайხა. ნეტა ვინმე დამი. კარგად დავხარჯეთ. ეგ მაშინ ფასობდა თორე ახლა. კარგი. მაშინ აი ვინ ყავს ახლა ესეთი ადამიანი, ვისაც იესავით მეგობრო თუ აღარ ენდობი ადამიანებს? არა, მე მეგობრები ძალიან ბევრი მყავს. მაგრამ ესეთი განსაკუთრებული ყავს ქართულ შოუ ბიზნესში კიდე? კი. ვინ? ნანი ბრკვაძე. ეკა მამალაძე, თათული დოლიძე, ძალიან ახლობლები არიან ჩემი. ნუ ნანი ბრკვაძე რაღაც გიღალატებს ახლა. ვაიმე რას ლაპარაკობთ. არისტოკრატია, ყველა პოზაში, არასდროს არ იკადრებს. ერთ ხმამაღალ სიტყვასაც ტყუილი და რაღაცას ხსნა ვიცი, როგორ გითხო. შენთვის სიურპრიზი გვაქვს და ეხლა ჩვენთან შემოვიაფარულა. არა. არა ხო? არა, მე გავალ. ანუ გახვალ ესე იგი. მე არ მინდა საერთო იაფარულავს. ხო არა, ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ, უბრალოდ არა, მე საერთო არ შეშინდა ფერდაკ. მე ჩვენი პროდიუსერიც სულად გახდა. თელი ცხოვრება, სულ იმას სადაც არ უნდა ყოფილიყავი, იას რა მოეწონება, იას რა გაუხარდება, სულ რაღაცას. ესე რომ მოიქცევი ადამიანს, მე არ მინდა. ერთი წუთი და ბევრი რამ გაუკეთე? რა? აი ეს ბევრი რაღაცები ამ სახლის გარდა ისე. ბევრი რაღაცა შედეგი გვერდში. ყველაფერ მაგისთვის მინდოდა, ძალიან ახლობელი იყო ჩემ. იაყვება რომ აი რაღაცა ღომზეო მეპატიჟებოდა იმ რაღაც აგდებულად. უბრალოდ თვითონ ჩემი ის უნდა დისკრიმინაცია რომ მე ვარ მაგის ღომის გამკეთებელი რა. მასე არა. მე თუნდაც ვინმე რამე მიკეთოს და დამპატიჟოს. მადლიერებს არ ვაკეთებდი, მე ღომს თვითონ აკეთებდა და თვითონ მქონდა ღომის ფართები სახში. მე არ ვაკეთებდი ღომს. ხო ესე გამოდის რომ თვითონ შენ არა, არა, თვითონ მქონდა ხოლმე ფართები, მე არ ვაკეთებდი. კაი. ღომი არასდროს გამიკეთებია. მითხარი არასდროს არ გამიკეთებია მე ღომი. ესე იზა ფელამუშებიო, ღომიო და ამყავდიო და მხედქავდაო და აი კარგით რა. ვინას აყავდა არა. საცალია ქალბატონს ოპერაციები ის და ესე საჭმელის იქ რომ მუშაობდი, საერთოდ ღამის 2 საათზე მოვდიოდი, გვიან მქონდა ოპერაციები. ახლა კიდე ნორმალურად ადრე ვიწყებთ უფრო. აი ყველაზე დიდი თანხა ოპერაციაში ამდენი აგიღია. აი ვიცი რომ კერდიდება ქალს მქონდა გაკეთებული ოპერაცია, შეიძლება უყურებს ახლა და მომიკითხავ. რა კუტუ თუ? არა, ქალს კუტუ როდის აქ რა? შენ რაღაც დაგემართა არა, ქალები ხო იკეთებენ კუტუს. არა. სხვამ გაუკეთა ოპერაცია და მე შენ რაღაცა გაგნადახი და უბედურობა და მე არ იკეთებენ ციცო ახლა ქალები იმას კუტუს ოპერაციას არ იმაგრებენ? კაცი ხო იჭრის. მოიცა. დაჟე შემილია გაგიკეთო. აჰა. ნუ გაგიკეთო. მოჭრაზე მიიკერებაც ხო არის ორივე. და მართალია სხვათაშორის ეგ მაინტერესებს სანამ ქალების შემთხვევაშიო თითს აკერებენ, ეგ მართალია? აი მე რას ლაპარაკობ. არა, ესე გამიგია, მარტყვილია ეგ. თითმა რა უნდა გააკეთოს. ხო და არ ვიცი, ესე გამიგია და ანუ რეალურად როგორ არის? არ ვიცი ხა გამიგონია იმას იმხელა თითებია. უყურე, აი არის ზურგის უფართოესი კუნში რა შემესა სპინელატისიმუს დორზი ქვია. ცნობელობა აქ იმ ქალს. ოღონდ ეს შეიძლება ავიღო? კი. ესე გადაკეთო. ეგ რა მომღერალია გადაკეთე. აი მერციც კიდე მეკეთო. ესე უნდა გადაკეთო კიდევ. აი ესე. და გურაბისგან გამოვიდა. შიგნით ტრუბკა. უიმე ხო, ეს ლოსკუტი და მე უნდა მიაკერო ნერვიც. თავარია ნერვი მიაკერო, გაიგე? სარკაზმი არ არის ამაში. გურამი კუტუთ ვაქციეთ, მეტი სარკაზმი რა გინდა ახლა? ციცო გადავიდეთ თამაშზე. როგორც გინდა თქვენ. მეგობრებო, სანამ თამაშზე გადავალთ, ვიტყვი რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food, თბილისში ყველაზე გემრიელი ტრაფიკების ობიექტი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში სუხიშვილის 45-ში. ახლა კი დროა გადავიდეთ თამაშზე. მოგიმზადეთ ძალიან რთული კითხვები. რიგრიგობით დაგისმევთ კითხვას, რომელსაც 5 წამში უნდა უპასუხოთ, არასწორად პასუხის შემთხვევაში დააგემონებთ სუფრაზე დალაგებულ უგემრიელეს დესერტებს. და რა არის ეს დესერტები? დესერტი არის თევზი შედედებული რძით, მოხარშული რძით. კი გენაცვალე, კვერცხი, ფარში, აქეთ გვაქვს ლობიო რძით, იქით არის ოლივიე, უკაცრავად ფარში ღორის თუ შერეული. ვაიმე. რაც მოდაში არის შერეული. ტკბილეული არაჟნით და соусებით. იაფიანი соусებით ნუ ყარი და ბოლო არის გაზიანი სასმელი, კვერცხით და სხვადასხვა აზიური მე რაც მახარებს ის არისო საპირფარეშოსთან ახლოს ზივარ თუ რა. აბა ეს ცოტა რთული კითხვა. აბა რამდენი გვერდი აქვს წიგნს
თუ წიგნი 300 გვერდიანია? პასუხი. 1 2 3 302. პასუხი 300-ია. არა, ყდებით ხო აქვს. ყდები არ არის პასუხი. გვერდები ითვლება შიგნით რაც არის. ის გვერდებია. ციცო მისთვის თუ ჩემი ხელით არის დამზადებული. რომელი გინდა? რა არის? აიმე ოლივიე კვერცხი და რაღაცეები არეული. ანუ ციცო მთლიანი კოზი. აი ესეთი. კაი. რა არის ამაში ოლივიე? არის კითხო. ვაიმე ციცო ნახევარი კოზი დატოვე. ლოგი იყო. რამდენი თითი აქვს ადამიანს? 10. ვაიმე 20. ვაიმე აბა დავაი. გაფუჭებულია? ცხარია? მაჩვენე? ჰა? არა, სუნი არაფერს არ აქვს ჯამი კაი. იცი რა გავატარებ? ხორის ხრტილები. გადასარევია. ცუდი არ არის, არ არის. ვაგზალზე. კნაპნობს. უგან. და კანი. ხორის ხურები. მომაკმეში გამეკრო. აბა, ხო, ცოტა რთული კითხვა. აბა. რამდენი ბორბალი აქვს ორბორბლიან ველოსიპედს? პასუხი. 2. რა არის ცარიელ ბოთლში? პასუხი. 1. არაფერი. არაფერი არ არის. ჰაერი. ვაიმე ნაცხოვ. ვაიმე კვერცხიო. თან ხო ის რომელი კვერცხი არის ახლა ის რო დაინფიცირდა ქათმები, აი იმას დავადებინეთ. არა უშო წამს ხალხი მაგას. ვაიმე ხალხი რა ვაიმე შეგვიძლია? წვიტელივით რო იწელება. გაჩერდი. რამდენი ხია საბადურის ტყეში? პასუხი. 1 2 1. არც ერთი არა. ბევრია. ტყეში. აბა ქალბატონო თითინო. აი ცისად არის. ძიძინო აი რო გადაიდე დესერტი მიირთვი ახლა. არც ერთიო ტყეში. აიმე საზღარი соусებია. მიდი ვაფრიც, ციცო ვაფრიც უნდა მოიყო. ო, როგორ ჯამკვირს? მე რა დღეს გამნაკის. რაფერ მოუხდა? სიმწრით ამბობ. აბა სახე ციცოთი. ძალიან რთული კითხვა. გაეთრიე ახლა შენი რთული კითხვები თქვი? ყველა გედი თეთრია? 1 აბა კიდე რაფერიც არსებობს? შავიც არის, თეთრიც არის. სწორია პასუხი. რა აშრობს სხვას, მაგრამ თავად სველდება? პასუხი. 1 2 3 კარი. 4 არა, პირსახოცი. აბა აიმე ატო ამდენია. იმიტომ რომ დარჭამ იმას რომელიც უნდა ჭამო. მიდი. რას ვუკენებ? ქალი პროფესორია ექიმი ვაი. მე ოპერაციაზე არ მივარ. ვიცი რა. ამოიღებს ამ. რამდენი კუთხე აქვს წრეს? 1 არც ერთი. სიმართლეა თუ არა, რომ ბანანი კენკრაა? კი. რას ამბობ? აბა. რამდენი გვერდი აქვს ფურცელს? პასუხი. ერთი გვერდია. 2. აბა. რატო 2? არა, 1 და 2, რაიმე. თებზი და соуსი. ვაიმე. ქალბატონო ციცინო, ცოტა რთული კითხვა არის. რომ მიგ აბა ვნახოთ. რამდენი თვია, რომელსაც 28 დღე აქვს? ყველა. პასუხებიც ამოირია და ამ თამაშიც გამარჯვებული არის ეს უნდა დალიო შენ. მაკი მე წამყვანი ვიყავი. ჩვენი გადაცემა ესეთ მხიარულ ნოტაზე დამთავრდა. თუმცა ეს არ არის გადაცემის დასასრული. ქალბატონ ციცინოს მინდა გადავწე სანდომის უგემრიელესი ნაკრები, აურა მაგარია. რომელშიც არის ყველანაირი სიტკვა. ასევე ქალბატონო ციცინო უნდა გადმოგცეთ მასაჟის ვაუჩერი, ენდოკრინოლოგიური კლინიკა,
4 და 8. 4 და 8. რომელშიც- ჰოლისტიკური მასაჟი არის კაი გემრიელი, რომელშიც არა მარტო მასაჟი, არამედ შეგიძლიათ სხვადასხვა პროცედურები ჩაიტაროთ, სხვადასხვა კვლევები და ასე რომ 4 და 8 გელოდებათ და ასევე ქალბატონო ციცო მინდა გადმოგცეთ პრემიუმ კატეგორიის ღვინის მწარმოებელი კომპანია პირველი მეღვინეობა, ქართული, მაშასადამე ევროპული, რომელიც გაჯილდოებთ ესე გჩუქნით ამ ღვინოს თქვენ. არის უგემრიელესი ღვინო, არის ნაირ უამრავი სახეობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მოხვედით. ძალიან მადლობა ესეთი საინტერესო სტუმრობისათვის და მით უმეტეს თამაში რო ჩაერთეთ. მე კი წავედი ტუალეტში. გემშვიდობები. კარგად.